რას გავს მაგალითად ეს წერილი? ეს წერილი გავს აი ვიღაცა ქალბატონი რო არის და რო ყავს მასზე უიმედოდ შეყვარებული ტიპი, რომელმაც უცებ აღმოაჩინა, რომ ის ქალი ვიღაცა სხვასთან ერთად სეირნობს. და რომ მისწეროს, რომ მე შენთვის ყვავილები მომქონდა. მე შენ ფანჯრებთან სერენადებს ვღეროდი. ამის ღირსი ვარ მე შენგან, მაგრამ მე ვიცი შენი კეთილი გული მაინც შემკე შემოტრიალდება, მაგრამ მე გულჩათხრობილი ვარ იმითი, რასაც ახლა მიკეთებ, მაგრამ მე მჯერა ჩვენი მომავალი სიყვარულს და მე შენ დაგელოდები. აი ეგ ტექსტია. ჩვენ ეს 34 წლიანი გეოპოლიტიკური ფრენდზონა, რაშიც ვართ. აი ხა ჩვენ ხედავთ პირველ ეგეთ ღია სასიყვარულო ტრაგიკომედიურ, რომანტიულ, პლუს დრამატურგიული თვალსაზრისითაც ცოტა ისეთია რომეო და ჯულიეტასებური. არა, ეხლა გაგვაგდეს. არა. ეხლა ფრენდზონა გაგვაგდეს. ანუ გასანქცირებ. გიორგის არ დავეთანხმები. წერილიდან გამომდინარე და ეს გიორგის არ დავეთანხმები, მე არ დაუძახებდი ამას გეოპოლიტიკურ ფრენდზონას. ეს უფრო არის გეოპოლიტიკური კუკოლდიზმი. და მე ავხსნი რატო. ნახეთ, როდესაც მაგას ახსნა აქ ნახე. როდესაც ნათლად ხედავ ანუ აი ეს პოლიტიკური ძალა რო ეტრფის ამერიკას და ის ძალა აქ ნაცებთან რო ლაგდება და ეს ჩვენი ქართული ოცნება ამ მოცემულობიდან ერთადერთი იმ დასკვნას აკეთებს, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა დაანახოს ამერიკას თავისი ჭეშმარიტი სიყვარული. ისინი ხო ნაცებთან დვიჟენიობენ და ესენი იმ დასკვნას აკეთებენ, რომ მე მას დავანახებ, როგორ მიყვარს მე. ეგ ხო კუკოლდიზმი არის გეოპოლიტიკური. ამიტომ ფრენდზონა ზედმეტად რბილი ახსნა არის იმასთან, რასაც საქმე გვაქვს. მან არის ერთი რაღაცა სათქმელი, რომ სინამდვილეში ხა ეს ჩვენ რა თქმა უნდა ხუმრობს, მაგრამ არის ერთი დეტალი დასამატებელი. შეიძლება ეს წერილი საერთოდ არ არის ადრესატისთვის და მაშინ გასაგები ხდება, რა ხდება, აი ეს ხუმრობა რო ჩავკეცოთ და პოლიტოლოგიური ანალიზი რო ჩავატაროთ, თუ არაფერი ამ წერილს დონალდ ტრამპთან საერთო არ აქვს და მარტო საკუთარი ამომრჩევლისთვის არის დაწერილი, მაშინ გასაგები ხდება. ჩემი აზრით, კი, მაგრამ ჩემი აზრით მარტო საკუთარი ამორჩევლისთვის არ არის დაწერილი, ორივესთვის არის და რა ლოგიკით. რა იგულისხმება. ფაქტია, რომ ეხა ეს წერილი არის დაძაბვის ფორმა. ანუ ნათქვამია, რომ სად ვარ შეგირიგდე, შენ ვიღა ტერორისტებს ელაპარაკები, მე რაღაც ამაგი მაქვს შენ წინაშე, შენ აქ მე ბოროტებებს მივრცელებდი და ესე ორმაგი სტანდარტები თუ მოიქცევი, მაშინ ხალხისთვის ყველაფერი გასაგები იქნება. ანუ შინაარსი იყო ისეთი, რომ რაღაც ცუდი ესე თუ გააგრძელებ, იძულებული ვიქნები, თქვა, რომ არ ყოფილხარ შენ კაიკად, შენ deep state-ის და მოდი მაშინ მე ეგეთ კითხვას დაგესვამ. შენ როგორ გონია ქართულ ოცნებას ეგ განზრახვა ქონდა, რომ აი ამას ხა ამერიკაში ვიღაცა წაიკითხავს და ამერიკულ პოლიტიკაზე ამ წერილის შინაარსი რამეზე გავლენას მოახდენს? ჩემი აზრით აქ ცოტა ილუზორული წარმოდგენა ხელისუფლების დონეზე აქვთ ილუზორული წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით საქართველოს რამხელა მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის და განსაკუთრებით ამერიკისთვის. ანუ მართლა რაღაც აი ჩვენ ვართ სატრანზიტო ქვეყანა, ეს ტრანზიტი რო ჩაიკიტოს მაგათ რა მოუვათ, იცი? აი ეგეც ვიცი, რა გეუბნები ეგრე მართლა ფიქრობ. ვის? აი ევროპა გაიგუდდება. ეგეთი წარმოდგენებით სერიოზულად ოპერირებენ. ეგეთი წარმოდგენებით, აი ეს რამე ისეც კი არ ლაპარაკობ, ეს არის აი რო ჩავრთოთ პირდაპირ დეკლარირებულად აი სამთავრობო არხებზე სამთავრობო პროპაგანდა. პირდაპირ პროპაგანდისტები ღიად მაგას ლაპარაკობენ, რომ თქვენ იცით, აი ჩვენ ვარ ტრანზიტი. ჩვენ ამას ეს ეგრე არ არის ამ ანუ ჩვენ ეხა რომ აქ ტვირთები გავაჩეროთ პარიზის შიმშილით მოკვდება, ანუ ეგ არის კონტექსტი. აი ჩვენ ვინ კაცო ჩინეთთან ულაგდებით, მე
ვირა უნდა გვიქნეს მე ჩინეთს ამხელა ტრანზიტს რას უზავ ეს აზრი ხო ძალიან აქტიურად აი მოდი ვთქვათ ეხა ეგ 100%-იანი აი მოდი ვთქვათ დღევანდელ ანუ ისე სამტრედის რკინიგზა გადავკეტოთ შევართ 30 წლის მერე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დღევანდელი ოცნების მხარდამჭერი განცდა რა არის უსაფრთხოებასთან მიმართებაში მოდი ავხსნათ განცდა არის ასეთი რას ლაპარაკობთ ხალხო 6 მილიარდს არაბები ჩადებენ აქ ჩინელები ტრანზიტს აბრეშუმის გზას გაიყვანენ აქ ჩვენ ხთან იმხელა ტვირთი გაივლის ვინ რა ხელი უნდა დაგვაკაროს რას ამბობთ ხო აი ეს ეგა მთელი მაგას ღია საფრთხოების კონცეფცია ხო არ არის ეგრე აი მოდი დავასახელოთ ქართული ოცნების ამომრჩეველი სხვა რაღაც წარმოდგენა ანუ ნახე აი ეგ რატოა მნიშვნელოვანი ნახე რატოა მნიშვნელოვანი რა მე მაპატიეთ მე როგორც ჩანს არაფრის გართხმაში არა ვარ მოკრძალებულ კითხვას დავსვავ აი ბიჭო ეგეთი ქვეყანა არის ეგვიპტე მანდ არის არხი სოფლიო ნავაჭრობის თავი ნახევარი გადის მანდ მაგის მიუხედავად ომები მოხდა მანდ და ისრაელს ვაფშე სინაის ნახევარკუნძული ოკუპირებული ქონდა ანუ просто რაღაცა ვაჭრობა რო გადის სადღაც ეგ რატო წარმოიდგინა ვიღაცამ რომ რაღაც დაცვის გარანტია არის აი ეგ რატო წარმოიდგინა გეტყვი რა ნახე სუეცის არხი თუ არ არის ეგვიპტისთვის სრული გარანტია უსაფრთხოების ანუ ჩვენთან რა გადის ჩვენ მოდი ჯერ მაგას კი ნუ ავხსნით რა გადის ეგ რატო უნდა წარმოიდგინოს და არ უნდა წარმოიდგინოს როგორ მუშაობს ოცნების ამომრჩევლის და არა მარტო ზედაეშელონების ხედვები და წარმოდგენები ეგ უნდა გავარკვიოთ იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკა საიწავა მაგას აქ მანდედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აი ნახე რა გეგმაზე იდგა ოცნების აი წარმოდგენა რომ ახლა დასავლეთთან დაძაბულობა რო იქნება რის ხარჯზე უნდა გაეკაჩა ოცნებას და რის ხარჯზე ეხლაც აპირებენ გაკაჩო გავუძლებთ აქ შემოტევას და რო გავუძლებთ და დასავლეთი დაინახავს რომ გადატრიალებას აქ გადატრიალების მოწყობის პერსპექტივა აღარ არსებობს იძულებული იქნება დაულაგდეს იმ ხელისუფლებას რომელიც აქ არის იმიტომ რომ აქ ხო ტრანზიტი და საქართველოსთან ურთიერთობა ხო ჭირდება და თუ დაინახავს რომ აღარ გამოდის იმ მენიუთი პოლიტიკური ოპოზიციის აქ ჩვენი ძალი ჩანაცვლება და ფრთები მოტყდება და რაღაცა გაუნიავდება ჩვენს ოპონენტებს მერე იძულებულები იქნებიან არ გამოვა სანქციები ჩვენთან ლაპარაკი იმიტომ რომ ნუ აქ ახლა ხო ვერ გადააგდებ ამ ხელა რეგიონს ეს წარმოდგენა ეგ არის წარმოდგენა ეგ მართლა ეგ წარმოდგენა ეხლა ამაზე ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში წელიწად ნახევრის განმავლობაში არაერთხელ ნახეთ შემდეგი სულები რაღაცა დაძაბვის ცდელობა დასავლეთიდან და პასუხად ოცნების მხრიდან ხისტი ნაბიჯები კანონების სახით იქნებოდა ეს ნაბიჯები თუ ძალოვანი სტრუქტურების ქმედებების სახით იმის დემონსტრაციისთვის რომ აი მე მას ემოწოლოს ჩემთან აზრი არ აქვს იმიტომ რომ მე მზად ვარ უფრო მეტ გამწვავებაზე წავიდე და შეურიგდი იმ რეალობას რომ მე ვერ ჩამომაგდებენ ძალით. აი მაგის დემონსტრაცია არის ოცნების ტაქტიკა. კი. ამიტომ ეს წერილი თავისი შინაარსით მთლად არ მხოლოდ იმ კონტექსტში რო ავიღოთ რა თავის ამომრჩეველს მიმართეს და არა იმათ, ну, თავის აი შინაარსობრივად არ გავს მაგას, რომ ესენი უკვე გადაეწყენ ტრამპის, აი ხა ამას გავაშავებთ, ეს ყოფილა ცუდი ვიღაცა და ეფექტურად უნდა ავაშენოთ ზღუდეები იმის შემოტევისთვის. ეს გავს აი რაღაცა შუალედურ წერილს, მინიშნებას დასავლეთისთვის, ტრამპისთვის, რომ გამოუშვით კაცის ალაპარაკოთ, არ შეხვდი, წერილი გამოგიგზავნით, არ გვიპასუხე. მეგობარი აქტი მიიღეთ და არ დაგმეთ, რაღაცა ახლოვდება ზედმეტად მიჯნა, როცა უკვე მიიღებენ მაგას და ჩვენ გავამწვავებთ მაშინ. აი ამის მინიშნებას გავს ეს. დონაცია არის მოსული, წავიკითხავ და ანუ ჯაყოქ წერს, რომ
კობახიძე ამერიკასთან ცარიელი ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებაო და რუსეთთან მონობის ორმაგი სტანდარტიო ეგეთი რაღაცას წერს და მოდი რა გულწრფელად ვთქვა, არანაირი სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება არავისთან არ არსებობს. ეგეთი მოვლენა რო აი სუფთა ფურცლიდან ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიწყონ შეუძლებელია, იმიტომ რომ ეგეთი ფორმატი არ არსებობს. რა ყველა ქვეყანას თავისი გეოგრაფია, ინტერესი, სამხედრო ძალა და ეკონომიკური გავლენები აქვს. ამიტომ ვერც ამერიკასთან, ვერც რუსეთთან, ვერავისთან სუფთა ფურცლიდან ვერ დავიწყებთ. რაღაცა გადაკვეთის წერტილები და შეხების წერტილები შეგვიძლია რომ ვეძებოთ და უნდა ვეძებოთ, მაგრამ სუფთა ფურცლიდან ვერავისთან ვერაფერს. მოდი რა ვქნათ, იცით, ჩვენ მართლაც უნდა გავმიჯნოთ და ერთმანეთისგან უნდა გავყოთ ორი მოცემულობა. ერთი მოცემულობა, რაც ობიექტურად არსებობს და ეს არის გეოპოლიტიკური მოცემულობა და მეორე არის აი ჩვენი ხელისუფლებების და პოლიტიკური ელიტის წარმოდგენები. რომელიც შეიძლება სრულად არარაციონალური იყოს და უკიდურესად რაღაც საკუთარ შეხედულებებზე დამყარებული იყოს და საერთოდ შორს იყოს იმ პროცესებისგან, რაც ვითარდება ამერიკაში, საქართველოში და საერთოდ ზოგადად. ანუ ჩვენ ვიცით, რომ დონალდ ტრამპი არის, როგორც აღნიშნეთ, აი უკიდურესად პრაგმატიკი და ანუ ბიზნესმენი კაცია, რომელიც ხშირად ამ თავისი ამ ბიზნესმენური ლოგიკით პოლიტიკასაც აფუჭებს. ხო, აი მაგალითად, ბევრი რაღაცა მან ამერიკისთვის გააფუჭა, სუფთა მაგ ბიზნესმენური რაღაც სწრაფი აი წარმოდგენებით. სინამდვილეში პოლიტიკა ცოტა სხვანაირად მუშაობს, იგივე ხა კანადასთან ურთიერთობები რო აქვს გაფუჭებული ამერიკას, აი ბევრად უფრო სხვანაირად შეეძლო ტრამპს. არაფერში არ იყო საჭირო აი კანადას გამოცხადება 51 შტატად, ხო, ამით სინამდვილეში მხოლოდ ლიბერალები გააძლიერა იმაში. კანადა ვერ მიიერთა, მაგრამ კანადელები ეხა აბრაზებულები არიან. ჯასტინ ტრუდო რო ხო იყო მანამდე პრემიერ-მინისტრი, ეგ ფლანგ კიდე უფრო გააძლიერა. ანუ მათ უფრო მეტი არგუმენტი მიეცათ, რომ თუ ჩვენ ამ ლიბერალობას არ აირჩევთ, აგერ ტრამპი დაგიპყრობდა 51 შტატად გამოგაცხადება. ხო და უყურეთ რაშია საქმე. სხვადასხვა ალგორითმი იყო საქართველოსთან დაკავშირებით დაწერილს აღარ ვიტყვით, მაგრამ განსაზღვრული დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში. ერთი ალგორითმია თუ რუსეთ-უკრაინის ომი მთავრდება და ამერიკა სტრატეგიულ დონეზე პუტინს და რუსეთს რაღაცებზე უთანხმდება, მაგ შემთხვევაში გასაგებია რომ თუ უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები წყდება და ამერიკა გადადის რუსეთთან სამშვიდობო, სავაჭრო, ეკონომიკურ და ასე შემდეგ აი რაღაც დათბობის ტრეკზე, მაშინ არც საქართველოში აღარ იძაბება ვითარება, ხო? ალოგიკურია შენ მე თუ გითანხმებ რაღაც საკითხებზე, ჩვენ მეგობრობთ, განმუხტვაზე წავედით, გადავტვირთეთ ურთიერთობები და მაგრამ სადღაც პირიქით გიძაბავ. ეგ არ ლოგიკურია. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინის მიმართულებით მაინც და მაინც ბუნდოვანია, ხო, როგორ განვითარდება მოვლენები. ამიტომ ცხადია საქართველოც კვლავ აქტუალური ხდება, იმიტომ რომ თუ ჩვენ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის წინააღმდეგ ვაგრძელებთ იგივე პოლიტიკას, ანუ ამერიკის პერსპექტივიდან ვსაუბრობ, ანუ ჩვენ თუ რუსეთთან ვერ თანხმდებით, მაშინ კიდევ ერთი დამატებითი დაძაბულობის კერა რო იყოს რუსეთის საზღვართან, ეგ რა ვიცი, ეგ ამერიკის სახელმწიფოს ინტერესია, გინდ დონალდ ტრამპი იყოს ამერიკის მმართველობაში და გინდ ბენჯამინ ფრანკლინი. თუ შენ რუსეთთან დაძაბულობის ის იმაზე ხარ, ურთიერთობებში ხარ, მაშინ რაც უფრო მეტი დაძაბულობის კერები ექნება რუსეთის საზღვრების გარშემო, ეგ ფლად უკეთესი, უფრო მეტი სავაჭრო გექნება. რაც შეეხება სავაჭრო დერეფნის საკითხს, უყურე აქაც რა შეაწყობს ამერიკას, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ერთ-ერთი სერიოზული, მსხვილი, ალტერნატიული სატრანზიტო დერეფანი, რომელიც სერიოზულ დივერსიფიკაციას უკეთებს ჩინეთის აი ამ სავაჭრო მარშრუტებს. ანუ აქაც შენ არაფერში არ ჭირდები, რო აქ შენთან მშვიდობა იყოს. ანუ ერთადერთი ვერსია, სადაც ეგ აი შეიძლება განვიხილოთ, რომ მაგაზე თანახმა,
თუ მასეთ სატრანზიტო ქვეყანაში პირდაპირ თავისი ვასალები ყავს მართველებად, ან თვითონ განსაზღვრავს პოლიტიკას, იქ რა გადის, რა არ გადის, სპორტი ვისია, კი ბატონო, გზავისია, თუ თვითონ აკონტროლებს მაგ შემთხვევაში, ნუ თვითონ თუ ააშენა ის სპორტი, მაგალითად ანაკლიის სპორტი და თვითონ აკონტროლებს იმ მაგისტრალებს და გამშვებ პუნქტებს, იქ გასაგებია, რომ კი ბატონო, იყოს მაშინ ჩემს ხელში, რაზე ავაფეთქო ეს ჩემს ხელში არსებული აქტივი, მაგრამ ვინაიდან ქართული ოცნება წინააღმდეგობაში მოდის და 2022 წლიდან რბილ დაუმორჩილებლობის რეჟიმზეა გადასული, აქ ინტერესთა კონფლიქტი ცხადია. ხო, ანუ ერთი დასკვნის სახით დავამატებ, რატოა მნიშვნელოვანი ტრამპს მიმართავენ ამ წერილით, თუ მხოლოდ ჩვენ საზოგადოებას. ანუ ორივეს მიმართავენ თუ მხოლოდ ჩვენ საზოგადოებას. მე მგონია რომ მარტო ჩვენ საზოგადოებაზე იყო გაკეთებული. უკეთესი იქნება, უკეთესი ვერსია, უფრო ოპტიმისტური ვერსია. იმიტომ რომ ტრამპთან მიმართვა არის სინამდვილეში დაგვილაგდი მცდელობა კიდე. კი. აი ის კი არა რომ მოდი ჩვენი საბრძოლო მობილიზაცია დავიწყოთ მეგობრებო, ამათ. ანუ თუ ჩხუბია მზად ვიყო. ეგ არის, ნუ, ხო, ეხლა თუ გეჩხუბებიან, აბა რა უნდა ქნა, ხო? და როგორც ჩანს, მოსალოდნელი არის ჩხუბი. მაგრამ მე ეს წერილი აღვიქვი ჯერ მაგ ეტაპამდე არ მისული ხალხის წერილი, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ ნახევრად ასე დაპირისპირებაზე წასვლის მზაობის დემონსტრაციით, თუმცა თან თხოვნის ფორმით, რომ აი დავლაგდეთ, ჩვენ უკან არ დავიხეთ, ანუ ნაცებს არ გაუყოფთ, ან ოპოზიციას არ გაუყოფთ ხელისუფლებას, უკან დახევაში გულისხმობა ეგ ის კი არა, რომ რაღაცა გლობალისტების პოლიტიკა გაატარებენ, მაგას გაატარებენ, პრობლემა არ ექნება. თუ ეტყვია, რომ აი პირადად შენ იყავი ხელისუფალი, ოღონ გაატარე, მაგაზე სწავლეთ. აი გაუყავი ხელისუფლ გაყოფით არავის არ გაუყოფთ და დაგვილაგდით. მე მგონია, რომ ჯერ კიდევ ამის იმედი შერჩათ. ამის თხოვნის და იმის ზაობის დემონსტრაციის რეჟიმში არიან, რომ ჩვენ თუ რაღაცა მაინც გავაგზავნებთ დაპირისპირებას და ჯერ არ არის ეტაპი, სადაც მხოლოდ ჯარის მობილიზაცია დაიწყეს თავის სასარგებლოდ. თუ ეგ ეგრეა და თუ ეს წერილი მაინც ტრამპთან დასალაგებლად არის დაწერილი, რა ვიცი, რა ყველაფერი ჩვენ ჩამოსაყალიბებელი ამ ქვეყანაში, მაშინ აგერ ტრენინგი, როგორ დამივწეროთ წერილი დონალდ ტრამპს. და ეგერ ხა გიხსნით რა ხალხო, ნახეთ. დონალდ ტრამპი არის სპეციფიკური პიროვნება. ის საკუთარ პირად PR-სა და საკუთარ პირად პოლიტიკურ გავლენებს ხშირად უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე რაღაცა აი ესეთ კონტექსტებს, რაც აქ არის. მაშინ ქართულ ოცნებას ეგ ამოცანა თუ ქონდა, წერილი უნდა ყოფილიყო როგორ იცი, აი შენ ვინ ყოფილხარ, კაცო, რაღაც შენ ხარ რაღაც შენ გადაარჩენ პლანეტას. აი ეგეთი ტექსტი უნდა ყოფილიყო. ანუ ერთადერთი ამოცანა მაშინ ამ წერილის უნდა ყოფილიყო, როგორ იცი, რომ აი ტრამპამდე თუ მოხდებოდა, ვა რა მაგარ რაღაცა დაწერეს, მოდი ტვიტერზე წკაპ დავაკოპირო, აი ეგ რომ მოხერხებადი ყოფილიყო, რომ აი მთელი ჯორჯია მუხლმოდრეკილი დგას და ელოდება როდის დედას უტირებ და ჩვენ ვიცით რომ შენ დედას უტირებ და აი მტრები ყავს შემოძმაო, მაგრამ შენ ისეთი კაცი ხარ, ეგეთი ტექსტი რო ყოფილიყო, რომ აი რამე შემთხვევით რომ გაუვარდეს, აი რატომღაც არ ვიცი მოხდა მაგის თვალსაჩინოში და მოდი ტვიტერზე დავტვიტავ და მერე რახან მაგას მიაწვება, შეიძლება თქვას რომ აი გაუქმეთ აქციები მაგათ დედაცვატირე და შო მერე აღარც მოიკითხოს. აი ეგ არის ყველაზე რეალისტური სცენარი. და არ იყო ეგეთი წერილი. ერთ რაღაცას დავამატე, რომ ეს რანაირი წერილიც იყო ტრამპმა შემთხვევით რომ წაიკითხოს, შეიძლება ის რეაქცია ქონდეს, რა ბიჭო, არა რომლობის დაშვებას აკეთებენ დიპსტეიტს. არა. თავში მესროლა და სანქციები. არა, მე მგონი დიპსტეიტთან თანამშრომლობაც კი არ იქნება. ტრამპი ხო ბიზნესმენი პირველსა. ანუ ესე რას ამბობ მე რომ კიდე ამათი აქეთ ვალი გვაქვს? ეგეც იქნება კი. ანუ ტიპმა უკრაინას, რომელმაც, აი უკრაინამ ამერიკის გამო და ნატოს გამო იომა მეოთხე წელია რუსეთთან და ტრამპი მივიდა და უთხრა რომ თქვენო ჩვენ მე და აახია მთელი წიაღისეულები და მაგ კაცს შენ აქედან წერ
რო თქვენ აკი რაღაცა დაგვეხმართ, მაგრამ ჩვენ ჯარისკაცები რო იქნება ბუღალტერია გავქვითოთ იქ თქვენ ამას არ გითხრით, იმიტომ რომ აი მას ახლა ტრამპი კითხულობს, წარმოიდგინეთ ტიპი, რომ ესენი ახლა ჯერ რუკაზე მაჩვენეთ სად არიან ეგენი და ესენი ამბობენ რომ მე მაქვს ამათი ვალი. გეთახმები სრულიად, უბრალოდ მე მგონია რომ ამ წერილის დაწერისას ხელი უკანკალებდათ ამათ მაგ ვერსიასა და იმ ვერსიას შორის რაც დაწერეს და რატო? იმიტომ რომ ეგრე რო დაეწერათ, მაინც არ იყო გამორიცხული ისეთი რაღაც მომხდარიყო, რომ აი ტრამპს ენახა ეს წერილი, რა კაი წერილია, რა კარგად ჩამო დამახასიათეს, ჩამოაყალიბე და ასანქცირეთ მაინც ესენი. აი ეს იმდენად არ იყო გამორიცხული, რომ მე მგონი ამისიც შეეშინდათ ეხლა თან ლეგიტიმურად, იმიტომ რომ ეხლა კი მაქებენ ხო ეს საწყლები ბიჭო ესენი მაქებენ, მაგრამ აი და ასანქცირეთ მაინც, აი ეს იმდენად შეიძლება მომხდარიყო. კი, ვაღიარებ, მაგრამ ხელი აუკანკალდა და ვერ დაწერა. ეგ ხო ნიშნავს ეგეთი სიტუაცია თუ არის, მაშინ უწერ კაცონ ურაფერს. ისე არა, ეგ კი, მაგრამ და თუ წერ, თუ ამოცანა ისა რომ მე ამას ახლა ისე წერილს გაუგზავნი, რომ ამას გული აუჩუხდება ესე მოკრძალებული მამაკაცური კურცხალი ჩავმოვარდება და იტყვის რომ ესენი კაი ხალხი ყოფილა, ეგ თუ არის გეგმა, მაშინ ტრამპი როგორ უნდა აქო, იცი, აი ქართული ოცნების გამპრავებელს რომ ბიძინა არ უქია არასდროს, ეგრე უნდა აქო ეხა შენ ტრამპი. ეგეთი წერილი უნდა დაწერო კაცო. უბრალოდ შენ მაინც დაასახელე. ხო, მაშინ უწერ. ანუ რო აიღებს, აუ ეს საწოდავები რა. ეს წერილი დაწერეს. აი და სანქცია. საქართველოს რატოა აი ვის როლში, იცი, ვის ამპლუაში. აი ბულიგის ხვერპლი ბავშვი როა სკოლაში, ხო იცი? რომელმაც რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც რომ ბულიგის ხვერპლი. აი დღეს მაგალითად თეთრი აწვია და გაუტრაგდა თეთრი რატო გაცვია, შავი რატო არ გაცვია. ხვალ ჩაიწვა შავი, მაინც გაუტრაგდა შავი რატო გაცვია, თეთრი რატო არ გაცვია. აი მაგ მდგომარეობაში ვართ მთელი ქვეყანა სინამდვილეში.